საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა. აბა, როგორი სხვანაირი საღამო მშვიდობისა არის. გადმოგსხმოდეთ წინა ეთერის წყალი, ასე დავიწყებდი და პირველი რაც უნდა ვთქვათ, აუცილებლად იძებნება მილიონერი. ადამიანი, რომელმაც წინა გათამაშებაში მოიგო 2,66,049 ლარი. ესეთი საოცარი თანხის მფლობელი გახდა ერთ-ერთი თქვენგანი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ტელემაყურებელს ადამიანებს, რომლებიც თამაშობთ ლოტო 642-ს, გითხრათ და შეგახსენოთ, რომ მას შემდეგ რაც შეიძენთ ბილეთს, შეავსებთ კონკრეტული ციფრები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაელოდოთ სამშაბათს და პარასკევს, თვალი ვადევნოთ და აუცილებლად გადაამოწმოთ მომგებიანი ბურთები, იმიტომ რომ იქნებდა თქვენ ხართ სწორედ მილიონერი. შესაბამისად, ახლა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ადამიანებო, ვინც წინა გათამაშებისთვის შეიძინეთ ბილეთები, აუცილებლად მოძებნეთ ის, აუცილებლად შეადმოწმეთ წინა გათამაშების ციფრთა კომბინაცია, იქნებ სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც გახდა მილიონერი. ახლა კი გადავიდეთ საქმეზე, მოკლედ. დღესაც საკმაოდ კარგ თანხას ვათამაშებთ, ამჯერად არა 2 მილიონს, მაგრამ 502,956 ლარს, ნახევარ მილიონს ფაქტობრივად და მეორე საფრთხე კატეგორიაც არაჩვეულებრივად თითქმის ჯეკპოტს თან არის მიახლოებული 194,000 ლარში ადგენს. ის 200,000-მდეა ფაქტობრივად. ასული გადავინაცვლოთ და დავატრიალოთ ჩვენი ლოტო. 764 ტირაჟია დღეს, 773 აღმოჩნდა ძალიან იღბლიანი და ვნახოთ იმედი მაქვს რომ გავიმეორებთ გასულ შედეგებს. 3, 2, 1 ავახმაურეთ დღეს მეორე კატეგორია გავათამაშოთ. და სიტყვი ჯეკპოტი. მოკლედ ზურამ იმდენი გვარწმუნა რომ ამ კვირაში ასტროლოგიური პროგნოზების მიხედვით უნდა გვეაქტიურა რომ აი ახდა ეს მოწოდებები манифестირდა სურვილები 33 შემოგვიერთდა და ჯეკპოტიც გავათამაშეთ ბატონო დღეს მაღლებში ვართ ეხლა ასტროლოგები რას ამბობენ 38 გახლავთ მეორე მოგებიანი ახლა არ ვიცი რას ამბობენ მაგრამ მაღლები ვისაც გიწერიათ და შემდეგ უცებ დაბალი დაწერეთ მესამე გახიმართლათ ორი გახლავთ მესამე მომგებიანი ბურთი კი ბატონო და ამ შემთხვევაში ასტროლოგები აღარ გჭირდება ზურას პროგნოზებიც საკმარისი აღმოჩნდება ხოლმე ჩვენთვის 35 მოგონდა ამასობაში ჭირდება ახლა მეხუთე მომგებიანი ბურთი ნახოთ რა ჩამოვარდება საკმაოდ მაღალი ასევე 34 მოგორდა ჩვენამდე და ნახოთ უკვე მეექვსე მომგებიანი ბურთი რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჯეკპოტისთვის 26 გახლავთ ის და ველოდებით ბონუს რიცხვს როდესაც შემოგთავაზებს ახლა ჩვენი ლოტოტრონი რა ჩამოვარდება და აი ისიც 16 მოთავს და დანიშნულების არის 16 გადავიმეოროთ 33 38-ით გავაგრძელოთ 35 34 26 და ბონუს რიცხვი გახლავთ 16 აბა რამდენჯერ გითხარით რომ სანამ აი ამ კომბინაციას დავინახავთ სანამ გაგვეხარდება სანამ მოვიგებთ ვერაფერსაც ვერ მოვიგებთ თუ არ ვიყიდით ერთ ბილეთს მაინც ამისთვის არსებობს რამდენიმე გზა მის ხოლმე რომ აი ჯეკპოტის მოგება მინდა მაგრამ არაფერს არ აკეთებ ამისთვის იცი რა არის თუ გინდა რომ კარგად გამოიყურებოდე მაშინ აუცილებლად უნდა ივარჯიშო შენი ცხეული ფორმაში თუ გინდა რომ მოიგო ერთი ბილეთი მაინც უნდა შეიძინო მით უმეტეს რომ საქართველოს ეროვნული ლოტარია ყველანაირ საშუალებას გაძლევთ იმისთვის თქვენი კომფორტისთვის რომ ყველა გზით შეიძინოთ კი ამისთვის ბევრი გზა არსებობს ლოტოს ჭიხურები რომელიც ალბათ თვალში ხშირად ხვდებათ ხოლმე საქართველოს სხვა წერტილში საქართველოს მასშტაბით ასევე ელექტრონული მისამართი უნდა შეგახსენოთ www.loto.g დიახ მეოთხე კატეგორია გავათამაშეთ 1322 ლარი გაიყო ორმა ადამიანმა და 661 ლარმა შეადგინა მოგებამ ბილეთზე აი ესეთ შედეგები მოდი გამოვიყენოთ და გამარჯვებულს კიდევ ერთხელ რომელი ხართ არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად გადაამოწმეთ თქვენი ბილეთი, იმიტომ რომ წინა გათამაშებაში 2 მილიონზე მეტი გათამაშდა. თქვენი ხიდეთ ბილეთი და ის ბილეთი შემოდებული გაქვთ სადღაც, არ ჯიბეში ჩაგჭათ, სადმე ნახეთ აუცილებლად. ციფრებს გადახედეთ. გემშვიდობებით, შევხვდებით პარასკევს.